Didn't. მეხსიერების შესახებ ვისაუბროთ. ფსიქიკურ პროცესებზე ყურადღება იქნება აზროვნება მეხსიერება მოქმედებს როგორც ღვთაებრივ, ისე პროტესტული ძალა. და ბევრს წარმოადგენაც კი არა აქვს ამის შესახებ, მაგრამ სანამ უშუალოდ რელიგიურ თემატიკაზე გადავა, მინდა რომ ზოგად ფსიქოლოგიური წიაღწევას გავაკეთო. კერძოდ რა იგულისხმება ამაში? იგულისხმება ის, რომ ჩვეულებრივ მეხსიერების გამოვლენას პრიმიტიულად ავიქვამთ. კერძოდ რაღაცა მოხდა წარსულში. იხსენებ ლექსიის სწავლე, ცოდნა შეიძინე, როცა გინდა მაშინ აქტუალიზაციას მოახდე. მაგრამ მარტო ამით არ შემოიფარგლებო მეხსიერების გამოვლენა. მთელი რიგი სახეები გამოიყოფა მეხსიერების. კერძოდ აი ზოგად ფსიქოლოგიური გაგებით წარსულის ამა თუ ასახვა ფსიქიკაზე ეს არის მეხსიერების ასე ვთქვათ გამოვლენა. და ეს ასახვა შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს. კერძოდ უფრო გასაგები რო იყოს დავაკონკრეტო. აი მაგალითად არის ესეთი სახე მეხსიერების მას ფიზიოლოგიურ მეხსიერებას უწოდებენ, ბოლომდე შეიძლება მეხსიერებაც არ დავარქვათ. მნემე. იგულისხმება რა? იგულისხმება ის, რომ ფიზიოლოგიურ დონეზე ადამიანი ინახსოვებს რაღაცას. კერძოდ აი მაგალითად ავიღოთ ცურვა. ისწავლა ცურვა ბავშვობაში მერე მთელი ცხოვრება ახსოვს. ესეთი შემთხვევა აღწერილი ბავშვი გაიზარდა ზღვის ნაპირას და შემდგომ გადავიდნენ სხვა ქალაქში. გავიდა ათეულობით წლები. მოხდა სხვაზე. თვითონაც არ ახსოვდა ისე, რომ ცურვა იცოდა გაცურვა. წარმოიდგინეთ თქვენ. ველოსიპედის ტარება რო ავიღოთ, არა? ცხოვრების ბოლომდე სწავლობს, ანუ ფიზიოლოგიურ დონეზე რაღაცა მახსოვდება ადამიანს, თუ შეიძლება ასე იყოს. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს არ ახსოვს, მაგრამ ის რაც მოხდა მის ცხოვრებაში, მის ფსიქიკაზე მოქმედებს. აი მაგალითად, შეაშინეს ბავშვი სიბნელეში და დასჭემდა სიბნელის შიში. არ ახსოვს რომ შეაშინეს, მაგრამ აი შიში წინ წამოწეულია. ფსიქოთერაპიული მუშაობა რა კუთხით მიმდინარეობს ერთ შემთხვევებში, რომ გაახსენონ ის მატრავნებელი სიტუაცია, ანუ ის სიტუაცია, სადაც შეეშინდა, საიდანაც წამოვიდა ეს შიში, თუ შეიძლება ასე ვთქვას. და ამ შემთხვევაში არის როგორც ჰომოგენური, ისე ჰეტეროგენური ეფექტი. კერძოდ რა იგულისხმება, რომ ჰომოგენური რას გულისხმობს, რომ სიბნელეში შეაშინეს და სიბნელის შიში დასჭემდა, მაგრამ შეიძლება გარდაიქმნეს ეს შიში და დასჭემდეს მარტო დარჩენის შიშიც, თუ შეიძლება ასე ვთქვას. და აი რაც თქვი, ერთ-ერთი ფსიქოთერაპიული ასე ვთქვათ, ხაზი ამ შიშის
დაძლევის გულისხმობს იმას, რომ გაახსენონ სიტუაცია, სადაც პირველად შეეშინა. საერთოდ შიშვი ძალიან ვერაგი რამ არის და თქვათ აქვს დახურული სივრცის შიშვი, მეტროში შესვლის შიშვი. ხშირად იწყება რითი, რომ ჩავიდა მეტროში და ცუდად გახდა და ახსოვს. და რაღაცნაირად მერე უკვე ეშინია ისევ იქ იმ დახურულ სივრცეში მოხვედრა. თუ შეიძლება ასე ითქვას. ასე რომ მიხართ იმისა, რომ არ ახსოვს, წარსული მაინც ზემოქმედებს ადამიანს. არის ესეთი საინტერესო დეტალი უკვე რელიგიური, მე ესე ვიტყოდი, კერძოდ რა, რომ ხშირად აი ნევროტული აშლილობის უკან შფოთის, შიშების არის ცოდვები, რომელიც ადამიანს არ ახსოვს. და ეს გაუხსენებელი ცოდვები მოქმედებს კაცს და იწვევს სხვადასხვა, ასე ვთქვათ, არასასიამოვნო განცდებს ადამიანთან. თქვენ იცით, არის ესეთი ეკლესიური წესი 7 გზის ზეთისხება, როდესაც 7-ჯერ ზეთს აწყლებენ ადამიანს. განსაკუთრებით ეს მაშინ არის ხოლმე, როდესაც დასნეულებულია კაცი. აი ამ შემთხვევაში ხდება იმ ცოდვების მოტივება, რომელიც ადამიანს არ ახსოვს. ყოველ შემთხვევაში გაუხსენებელი ცოდვები, მოუნანიებელი ცოდვები მოქმედებს ადამიანის, ასე ვთქვათ, ფსიქიკაზე და იწვევს სხვადასხვა, ასე ვთქვათ, არასასიამოვნო სიმპტომებს, თუ შეიძლება ასე ითქვას. არის ესეთი სახე მეხსიერების, წარმოიდგინეთ თქვენ, უწოდებენ მას პერსევერაციას. პერსევერაცია რაც გულისხმობს. თითოეული ჩვენთაგანი, ასე ვთქვათ, გაიხსენებს, რომ გამოდიხარ სახლიდან და აი რაღაც მელოდია აღიკვიათება, ლექსის რომელიღაც სტროფი და გონებაში გიტრიალებს. ბოროტმა შეიძლება გამოიყენოს ეს. აი მაგალითად მე მახსენდება ერთი ბერის შემთხვევა, რომელიც იესოს ლოცვით იყო დაკავებული და რაღაც ვულგარულ სიმღერებს ახსენებდა ღვთისაწინააღმდეგო ძალა ამ დროს. აი ჩვეულებრივი სიტუაცია ვთქვათ, იესოს ლოცვას ამბობდა, იქ რაღაცა შეიძლება ამოგიტივტივდეს სიმღერა, ვთქვათ, KFC ვიწყებ დილიდან. ჩვენ დროს იყო და ის საკმაოდ პრეხამური სიტყვებია. ერთ-ერთი არა, რომ თვალით უნდა ჯოჯოხეთში წავა. ну, ხშირად აი ამ დემონურ შინაარს თავის მიმზიდველობა ბოროტი არ მოდის ისე პრიმიტიულად თავისი მე ესე ვიტყოდი მუხტი აქვს, რომელთაც გიზიდავს. და მიხართ იმისა, რომ არასულიერია შინაარსი, მაინც კიდე რომ იმ სიმღერას მოусმინო, ის ლექსი თქვა და ასე და ასე შემდეგ. ეს კიდე ცალკე სალაპარაკო თემაა, თუ შეიძლება ასე ითქვას. მაგრამ ჩვენ ცხოვრებაში ხდება ესეთი მომენტები. აი, რაც გვი, პერსევერაცია, მეხსიერების ერთ-ერთი სახე და აი ამ სახეს იყენებს ბოროტი. ამოგიტივტივებს რაღაც უხამს სიტყვებს, ლექს და მე შეიძლება ლოცვით ხარ დაკავებული, მაგრამ თუ შეიძლება ასე ითქვას, ლოცვაში ხელს გიშლის. ესეც ერთ-ერთი მაგალითია, როგორ ზემოქმედებს ბოროტი ძალა ჩვენს მეხსიერებაზე. არის ასეთი სახე მეხსიერების, მას უწოდებენ შტაბეჭდილების ხანიერებას. კერძოდ რა იგულისხმება? იგულისხმება ის, რომ აი როდესაც ჩვენ სურათს შევხედავთ და მოაცილებთ თვალს, გარკვეული ხანი მაინც ამ სურათის ხატება ჩვენ თვალწინ არის. ან რაღაც თქმა გვესმის.
ეს ხმა გაწყდა. მაინც რაღაც წამი იქნება თუ წამები იქნება თითქოს ყურში გვესმისო. აღმოჩნდა რომ აი ამ შთაბეჭდილების ხანიერებას თავის დატვირთვა აქვს. კერძოდ რა რომ რასაც აღვიქვამთ ჩვენ, უფრო ღრმად გვებეჭდება ცნობიერებაში. აი მაგალითად შევედით მუზეუმში ვათვალიერებთ სურათებს. თუ უცებ გადავედით ერთი სურათიდან მეორეზე, მეორედან მესამეზე, აღმოჩნდა რომ ეს შთაბეჭდილების ხანიერების მომენტი რაღაცნაირად ფერფრთალდება. ჩვენ რომ ერთ სურათს აღვიქვამთ და ეგრევე არ გადავალთ, იმ სურათის ხატება ჯერ კიდევ თვალწინაა და ეს ხელს უწყობს დამახსოვრებას აი სურათის შინაარსს, წარმოვიდგინეთ თქვენ. ასე რომ ყველაფერი რაც არის სამყაროში, რაც ფიქსირდება, ამას თავისი დატვირთვა აქვს და ამ შემთხვევაში, რაც გითხარით, შთაბეჭდილების გაღრმავებას უწყობს ხელს მეხსიერების ეს ფორმა. არის ესეთი ფორმა მეხსიერების უშუალო ხანმოკლე მეხსიერება, რაც გულისხმობს. თქვათ, კარნახობს ვიღაც. წინადადება მოვისმინეთ, დავწერეთ და უკვე დაგვაწყდა. მალევე, ასე ვთქვათ, არაფერი აღარ რჩება ჩვენ მეხსიერებაში იმისა, რაც გვიკარნახეს. არის ესეთი საინტერესო სახე მეცნიერების მეხსიერების ცნობის, რაც გულისხმობს, რომ ყოველთვის ჩვენ ვერ ვიგონებთ. და როცა აღვიქვამთ რაღაცას, აი მერე გვახსენდება, ვთქვათ, უცხოც ენას ვსაუბრობთ. სიტყვა არ გვახსოვს, მაგრამ წავიკითხეთ ეს სიტყვა და გაგვახსენდა უცებ. თვითონ ცნობის მეხსიერების გამოვლენაც აი მაგალითად ხდება ბავშვთან. ბავშვი ვერ იხსენებს მომვლელის სახეს, მაგრამ მომვლელი რომ მოდის თვეების შემდეგ, ცნობს მას და უხარია. ესეთი საინტერესო შემთხვევა არის აღწერილი. არის ესეთი ფსიქიკური აშლილობა, კორსაკოვის ფსიქოზი, აი ამ ფსიქოზით დაავადებული ადამიანთან ხდება ესეთი შემთხვევა, რომ მას არ ახსოვს ექიმს მიესალმა თუ არა, მაგრამ მეორე დრო ხდება უკვე აღარ ესალმება. იმიტომ რომ რაღაც დონეზე მაინც მის მეხსიერებაში ასახულია მასთან შეხვედრის, თუ შეიძლება ასე ითქვას, მომენტი. სხვადასხვა სახეებია მეხსიერების, არის დაბალგანვითარებული და მაღალგანვითარებული, რაც გითხარით, ხშირად ჩვენ პრიმიტიულად გვესმის. რომ მეხსიერების გამოვლენა არის ის, რომ რაღაცა მოხდა, მერე გავიხსენეთ, ან კიდე დავისწავლეთ რაიმე და ისევ მერე შეგვიძლია, ასე ვთქვათ, აქტუალიზაცია მოახდინოთ მის. თუ შეიძლება ასე ითქვას. უფრო მაღალგანვითარებული სახეები მეხსიერების გულისხმობს რას, რომ მე მაგალითად არ გჭირდება ხელახლა აღქვა იმის, რომ რაღაც გავიხსენე. როცა მინდა მაშინ შემიძლია მოვიგონო. აი მაგალითად, რა იგულისხმება ამაში. მოგონება. წარსულში რაღაცა მოხდა და მე როცა მინდა აი ამას გავიხსენე. თუ შეიძლება ასე ითქვას. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ადამიანი საკმარისად სუბიექტურია გახსენების პროცესში. სუბიექტურობა რა რას გულისხმობს? გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ხშირად ვაზვიადებთ, ჩვენ ხშირად ვალამაზებთ ის, რაც წარსულში იყო იმას. უფრო ლოგიკურად წარმოადგენთ, რაც თქვათ ადრე გაუგებარი იყო. არის ესე სასაცილოდ გაფორმების ტენდენცია. რაღაცას რო ყვება, უფრო სასაცილო რო გამოჩნდეს, რაღაც დეტალებს ადამიანი, ასე ვთქვათ, ამატებს. თუ შეიძლება ასე ითქვას. გაზვიადების რას გულისხმობს, რომ თქვათ, მანქანამ ახლოს ჩავარა და კინ აღარ არ გაიტანა. ანუ ადამიანი საკმარისად სუბიექტურია მოგონებაში, მე ესე ვიტყოდი. და მთელი შემთხვევებში არაობიექტურად იხსენებს იმას, რაც წარსულში იყო. და შეიძლება არა მხოლოდ არაობიექტურად გაიხსენოს, არამედ გაიხსენოს ისიც კი, რაც შეიძლება არც ყოფილა. აი მაგალითად არის ესეთი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი, სადაც სტისმის აძლევენ სურათს და ეუბნებიან, რომ სურათზე რაც ხატია, ეს გაიმახსოვროს. მაგრამ შემდგომ ექსპერიმენტატორი ესეთ კითხვებს აძლევს.
აბა გაიხსენე რა ეცვა იმ გოგონას, რომელიც სურათის მარცხენა მხარეს იყო. სინამდვილეში გოგონა იქ არ დგა. წარმოიდგინეთ თქვენ. გოგონა იქ არ დგარა და ადამიანი მაინც იხსენებს, რომ ეცვა ჭრელი კაბა. სინამდვილეში იქ არანაირი გოგონა არ ყოფილა. აი ესეთი შემთხვევაც კი არის აღწერილი ერთ-ერთ თეატრში, ესეთი სცენა დადგეს. სცენაზე იყო ზარბაზანი და ამ ზარბაზანში ძვრებოდა პატარა ტანის კაცი. ზემოთ იაროსებზე იყო გაკრული რგოლი, სადაც იყო ქაღალდი შიგნით. და ხდებოდა რა? ხდებოდა ის, რომ გამოდიოდა ეს პატარა ტანის კაცი სცენაზე, ჩაძვრებოდა ზარბაზანში, ზარბაზანი ისროდა, წარმოიდგინეთ თქვენ და მე ვინც იქ იყო თეატრში, ხედავდა, როგორ გაებჭობოდა ეს პატარა ტანის კაცი ზემოთ ამ რგოლში. ქაღალდი იხეოდა და აი ეს სურათი იყო მოცემული. რა ხდებოდა? ხდებოდა ის, რომ ეს პატარა ტანის კაცი ძვრებოდა ზარბაზანში, მერე ჩადიოდა ქვემოთ, მერე ადიოდა ზემოთ და გაეკვეთებოდა ხოლმე ამ რგოლში. მაგრამ იყო იქ ხალხი თეატრში დამსწრეტაგა, რომელიც ამტკიცებდა, დაინახა როგორ გამოვარდა ეს კაცი აი ამ ზარბაზნის გულიდან. და როგორ გაეკვეთა ამ რგოლში. წარმოიდგინეთ თქვენ. აი როგორ შეიძლება რაღაცნაირად შეალამაზოს ადამიანის მეხსიერება ის, რაც მის წარსულში იყო. ერთ-ერთი საინტერესო ფორმა არის მეხსიერების თითქოს ილუზიის რა დეჟავიუს ფენომენი. თქვენ გაგიგიათ. ხდება ადამიანი ქალაქში, უცხო ქალაქში და ეჩვენება, რომ იქ უკვე ნამყოფი. ხედავს მოედანს, სადაც არასოდეს არ ყოფილა და გონია, რომ იქ უკვე ის იყო. ზოგად ფსიქოლოგიური ახსნა როგორია? ასეთია, რომ სადღაც მან ნახა მსგავსი მოედანი, შეიძლება თავის ქალაქში, შეიძლება სხვა ქალაქში და ის მოედანი იმის მსგავსია და ეჩვენება, რომ უკვე იქ ნამყოფი. მაგრამ სხვა ერთ-ერთ ზღებულობს უკვე. აი, როდესაც რელიგიური კუთხით მიმოიხელავ ხოლმე დეჟავიუს ფენომენს. კერძოდ, რა იგულისხმება ამაში? იგულისხმება ის, რომ შეიძლება მაგალითად ადამიანმა სიზმარში ნახოს ის, რაც შემდგომში მის ცხოვრებაში იქნება. აი მაგალითად, იყო ესეთი დიდი რუსი ბერი საბა ოსტაპენკო, რომლის სულიერმა შვილმა წლებით ადრე ნახა მამა საბა, წარმოიდგინეთ თქვენ სიზმარში. სიზმარში ნახა მამა საბა და შემდგომში უკვე რომ ნახა მისთვის უკვე ნაცნობი იყო ეს სახე. ერთ-ერთი დიდი ბერძენი ბერი არის, რომელმაც ნახა მონასტერი, სადაც უნდა ემოხვეწეოს სიზმარში. წარმოიდგინეთ თქვენ და წლების შემდეგ იქ გაატარა მთელი ცხოვრება. ეხლა მართალია სიზმარშია ნანახი უკვე, მაგრამ ადამიანს ნანახი აქვს ეს. წარმოიდგინეთ თქვენ. ასე რომ იქ უკვე ის რომ ეჩვენება, რომ აღქმულია, რაც ეხლა ფიქსირდება რა, აი სიზმრის მეშვეობით ხდება. ყოველ შემთხვევაში უფალს გადაწიფება ის, რომ შეიძლება პირველად ხედავ ცხოვრებაში, მაგრამ შენთვის მაინც იმ შენობის სივრცის სახება მაინც არის ნაცნობი. ასე რომ მარტო ზოგად ფსიქოლოგიური ახსნა შეიძლება არ შემოვიფარგლოთ და რაღაც რელიგიური მომენტიც კიდე მიუმატოთ, მე ესე ვიტყოდი აი ამ ყველაფერს.
ერთ-ერთი აი საინტერესო განხრა უკვე მეხსიერების გამოვლენის რა არის? ეს არის ის, რომ ჩვენ ვიძებთ ცოდნას, მაგრამ მე ესე ვიტყოდი, რომ ცოდნის მიღებასაც თავისი კულტურა გააჩნია. კერძოდ, რა იგულისხმება? აი, როდესაც ცოდნას ვებულობთ, არა, იქ მთელი რიგი ფაქტორებია, რომელიც განაპირობებს ცოდნის მიღების ეფექტურობას. კერძოდ, აი მაგალითად არის ესეთი განზრახვის ფაქტორი. რა იგულისხმება განზრახვის ფაქტორში? იგულისხმება ის, რომ იმის და მიხედვით მე რა განზრახვა მაქვს, რაღაცას ან კარგად მიმახსოვრებ, ან შედარებით ცუდად. თქვათ, ყველასთვის შეიძლება ნაცნობი იყოს. ჩათვლისთვის სწავლობ. გამოცდისთვის. მარტო რომ ჩააბარო, მალევე გავიწყდები. თუ გინდა რომ მთელი ცხოვრება დაიმახსოვრო, არა, აი ამ შემთხვევაში უფრო მყარია ეს დახსოვების მომენტი. აი ესეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს კლასში. კლასი ორად გაყვეს და თანაბარი სირთულის ტექსტი მისცეს მოსწავლეებს დასამახსოვრებლად. დროც იყო ერთი და იგივე. ერთს ნაწილს ეუბნებოდნენ, რომ უნდა დაემახსოვრებინათ ხვალისთვის, ხოლო მეორეს ეუბნებოდნენ, რომ უნდა დაემახსოვრებინათ ისე, რომ მთელი ცხოვრება ჩარჩენოდათ გონებაში. მერე გარკვეული ხნის შემდეგ დაკითხებოდნენ, აღმოჩნდა, რომ იმათ, ვისთანაც ის მოტივი იყო, რომ მთელი ცხოვრება ხსოვებოდათ, გაცილებით კარგად ახსოვდათ, ვიდრე იმათ, რომელთაც ევალებოდათ ტექსტის დამახსოვრება მეორე დღისთვის. აი განზრახვა წარმოიდგინეთ თქვენ რამდენად მნიშვნელოვანია. ესეთი ექსპერიმენტიც მახსენდება მე, რომ არის აპარატი, სადაც სარკმელია და ამ სარკმელში გამოჩნდება ხოლმე 6 უაზრო მარცვალი ან 7. თანმიმდევრობით და ევალება ცდაში მონაწილეს, რომ დაიმახსოვროს ეს უაზრო მარცვლები. ერთ-ერთმა ვერაფრით ვერ დაიმახსოვრა. მიხოთ იმან, რომ სხვები მაგალითად 5-6 ახმის შემდეგ იმახსოვრებდნენ ამ უაზრო მარცვლებს. აღმოჩნდა, რომ ინსტრუქცია ვერ გაიგო, რომ დამახსოვრება ევალებოდა. იმიტომ რომ ეს გერმანიაში ხდება ეს ასე ვთქვათ, მოქმედება, გერმანული კარგად არ იცოდა და როდესაც აუხსნეს 5-6 გამეორების ახმის შემდეგ უცებ დაიმახსოვრა ეს ყველაფერი. ანუ განზრახვა როგორც კი წამოვიდა წინ დამახსოვრების, უკვე სხვანაირად დაიმახსოვრა. ძალიან საინტერესოა ესეთი ინტელექტუალური აქტივობის ფაქტორი. რას გულისხმობს? აი ჩვენ რასაც კარგად ვიაზრებთ, ის უფრო კარგად მომახსოვრდება. წარმოიდგინეთ. და შეიძლება ინტელექტუალური აქტივობის ფაქტორმა გადაძალოს და უფრო ეფექტური იყოს ვიდრე განზრახვის ფაქტორი. ისევ აი ერთ ცდას მოვიყვან ესეც. ორი ჯგუფი იყო. ერთ ჯგუფს ევალებოდა იყო წინადადებები, ამ წინადადებებში ორთოგრაფიული შეცდომების გასწორება და მეორე ჯგუფს ევალებოდა წინადადებების დახსოვება მარტო. და მერე გარკვეული ხნის შემდეგ ორივეს ეკითხებოდნენ ამ წინადადებების შესახებ. აღმოჩნდა, რომ იმას, ვისაც ევალებოდა დახსოვება, უფრო კარგად ახსოვდა, ვიდრე იმას, ვისაც მხოლოდ ორთოგრაფიული შეცდომის გასწორება ევალებოდა. მაგრამ იყო მეორე, წარმოიდგინეთ თქვენ ეტაპიც. ერთ ჯგუფს ევალებოდა უკვე არა ორთოგრაფიული, არამედ ინტელექტუალური შეცდომების გასწორება, დახსოვების გარეშე ოღონდ და მეორე ჯგუფს ევალებოდა მხოლოდ წინადადებების დახსოვება. აღმოჩნდა, რომ აი იმათ, ვისაც ევალებოდა ინტელექტუალური შეცდომების გასწორება, უფრო კარგად ახსოვდა წინადადების შინაარსი, ვიდრე იმას, ვისაც ევალებოდა დახსოვება წინადადების. ამ წარმოიდგინეთ, რომ ზოგჯერ შეიძლება არ არის განზრახვა დახსოვების, მაგრამ კარგად რო იაზრებ, მინდა არ გინდა კარგად გამახსოვდე, თუ შეიძლება ასე ითქვას. აი ეს მომენტიც არის ძალიან საინტერესო. ეხლა მე მახსენდება, ზუსტად ეხლა გამახსენდა დახსოვებასთან დაკავშირებით უკვე ერთ-ერთი შემთხვევა, რომელიც ჩვენ ცოდვებს უკავშირდება. კერძოდ, მამა ამბროსი ოპტინელთან ესეთ შემთხვევას
ხდებით. მასთან ორი ადამიანი, ორი ხალი მივიდა. და ერთ ძალიან მძიმე ცოდვა ჰქონდა, რომელიც მთელი ცხოვრება ასე ვთქვათ, აწვალებდა და მეორე ისეთი არაფერი არ ჰქონდა ეხლა. ბევრ ჩვენთანგან ხდება რა ეგეთი მომენტი, რომ თითქოს ისეთი არაფერი, წვრილი ცოდვებია, თუ შეიძლება ასე ითქვას. და აი მამა ამბროსი ოფინელმა გაუშვა დინარის ნაპირას ორივე. და იმას, ვისაც ჰქონდა დიდი ცოდვა, უთხრა, რომ ერთი დიდი ქვა მომიტანია და ვისაც პატარ-პატარა ცოდვები ჰქონდა, რა იმას უთხრა, რომ სხვადასხვა ქვები შეაგროვა და მომიტანა. ორივე მიუტანა. მერე რომ მიუტანა, მამა ამბროსი უბრძანა ორივეს, რომ დაებრუნებინა იმ ადგილას ეს ქვები, საიდანაც წამოვიდეს. იმას, ვისაც დიდი ქვის მოტანა დაევალა, რა კარგად ახსოვდა ის ადგილი. და აი პატარ-პატარა ცოდვები, ვისაც ჰქონდა, იმას ბევრი ქვა ჰქონდა მოტანილი, მაგრამ ის ადგილები უკვე აღარ ახსოვდა. და როგორი შინაარსი არის წინ წამოწეული, რომ ხშირად ჩვენ, როდესაც ძიმე ცოდვაა, ის გვახსოვს კარგად და პატარ-პატარა ცოდვებს კი არ ვაქცევთ ყურადღებას და ეს საკმარისად დიდი გამაბრკოლებელი ხდება ხოლმე ჩვენი ცხოვრების გზაზე. აი, როდესაც რაღაც დიდი ცოდვით ეცება ადამიანი, რა, ამ შემთხვევაში ესეც მთელი შემთხვევაში უფლის წყალობის გამოვლინება, იმიტომ რომ ეს ცოდვა უკვე სხვანაირად ცვლის მის სულიერ, ასე ვთქვათ, ყოფას. მთელი შემთხვევაში შეიძლება ამ პარტავნებისგანაც გაანთავისუფლოს. ამ დაბლებს და ეს სიმდაბლე უკვე არა ძალიან დიდი ნაბიჯია იმისკენ, რომ სწორი ქრისტიანული ცხოვრება დაიწყოს. წარმოიდგინეთ თქვენ ამ კუთხითაც კი შეიძლება რაღაცნაირად ეს მომენტი მეხსიერებას დაუკავშიროთ. არის ესეთი საინტერესო ფაქტორი გამოცდილების. ხო, სანამ აი ინტელექტუალური გამოცდილების ფაქტორზე გადავალ, ესეთი დეტალი მინდა აღვნიშნო, რომ აი ზოგჯერ მეხსიერება როგორ არის მოწყობილი, რომ ბავშვის გონება აი ღრუბელივით იწოვს ახალ ინფორმაციას. აი რამდენჯერ ყოფილა, რომ უყურებს მულტფილმებს, სატელევიზიო გადაცემებს ბავშვი და სწავლობს ენას. წარმოიდგინეთ. დასრულს უკვე ძალიან უჭირს ენის სწავლა. იმიტომ რომ ეს ღრუბელივით შეწოვის მომენტი ნაკლებად ფიქსირდება. ანუ ჩვენი მეხსიერების სიმძლავრე ნელ-ნელა უფრო და უფრო კლებულობს და უფრო და უფრო ვიჭირს დამახსოვრა. ამიტომაც თუნდაც ენა უნდა დაისწავლო ბავშვობაში. მერე გაცილებით ჭირს. მაგრამ მე მახსოვს ერთ-ერთ ჩემ ახლობელს კითხვა, ინგლისურში ამზადებს და კითხე, ვინ უფრო კარგად იმახსოვრებს მეთქი, ბავშვი თუ ზრდასრული? და მითხრას დასრული, იმიტომ რომ იმას მოტივი მეტი აქვსო. ასე ვთქვათ, მოტივაცია უფრო ძლიერი არის დამახსოვრების და თან უფრო კარგად იაზრებსო, რასაც მე ვუსწავლ. მექანიკურად, აი ნიჭიდან გამომდინარე და უნარიდან, რომ აი ღრუბელივით იწოვს. ასე ვთქვათ, მისი გონება. თუ შეიძლება ასე ითქვას და უკვე დასრული ადამიანი უფრო იაზრებს და მოტივი მეტია, რომ ისწავლოს ენა. აი გამოცდილების ფაქტორიც ესეც საინტერესოა. კერძოდ, აი რო ავიღოთ ჩვენ ენათმეცნიერი, ხანდაზმული. ის უფრო კარგად დაიმახსოვრებს ახალი ენის სიტყვებს, ვიდრე თქვათ ახალგაზრდა მათემატიკოსი. რატომ? იმიტომ რომ გამოცდილება აი ამ სფეროში. ესეც საინტერესო დეტალია. აი შეგრძნების მოდალობების ფაქტორი. ვიღაც უფრო კარგად იმახსოვრებს, როდესაც ხედავს და ვიღაც უფრო კარგად იმახსოვრებს, როდესაც ესმის. ვიღაც უფრო კარგად იმახსოვრებს, მაგალითად მოძრაობებს.
თუმცა არ არის წმინდა სახის ერთი ტიპი, შერეული ტიპებია, მაგალითად უფრო მოტორულ აკუსტიკურ მოტორული, ოპტიკურ მოტორული და ასე შემდეგ. აი ესეც რაღაცნაირად გამოსაყოფია, თუ შეიძლება ასე ითქვას. ეხლა რატომ გავამახვილე ყურადღება, რომ გარკვეული კუთხით წარმოდგენა შევიქმნათ, რომ აი თვითონ მეხსიერების გამოვლინებები საკმარისად მრავალფეროვანია და პლუს კიდე იმისთვის, რომ ცოდნაში ვიძინო, იმისთვის, რომ მასალა კარგად გაიაზრო, დაიმახსოვრო, ამას კულტურა ჭირდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რელიგიური კუთხით. კერძოდ, ჩვენ ვკითხულობთ სასულიერო ლიტერატურას და ძალიან ხშირად თავში არაფერი არ რჩება, ესე ვიტყოდ. ამიტომაც უნდა აი ამ კულტურას სასულიერო ლიტერატურის გაცნობის არა სხვანაირად შევხედოთ და დავევიხოთ. ეს არის მეტად მნიშვნელოვანი მომენტი. აი მანამდე კიდე მინდა რომ უფრო აი რელიგიურ თემატიკას შევეხო, როდესაც ბოროტი ძალა მოქმედებს ჩვენ ფსიქიკაზე. მეხსიერების მეშვეობით. აი ის შემთხვევა უკვე გითხარით თქვენ, როდესაც ბერი იესოს ლოცვით იყო დაკავებული და ამ დროს რაღაც უხამ სიმღერებს ახსენებდა ბოროტი ძალა. ერთ-ერთი ხერხი რა არის ბოროტის? აი თქვათ ბრუშული ნების ახალების კუთხით. აი წმინდა ეგნატე ბრანჩანოვი ამბობდა, რომ ზოგჯერ ეშმაკიო ბერებსო წარსულში გადახტენილ თავგადასავლებს ახსენებსო და თუ დაკავდნენ ამითიო არა, აგდებსო ცოდვაში. ეხლა ბერია, მაგრამ ადრე რა იყო ის ცხოვრებაში, ზოგჯერ მხოლოდ მანიცის და მოძღვარი. უცოდველი არავინ არ არის, არა ამ კუთხით. მერე აღიკვეცა ბერად, ვიღაც მონაზონი გახდა, მაგრამ წარსულმა შეიძლება თავი შეახსენოს ამ კუთხით. აი ბოროტმა აი ამ თვალსაზრისით იმოქმედოს. მოაგონოს რაღაცეები და თუ გონებას ხორმართულებით არ გადართო, აგდებს ცოდვაში. აი წმინდა ნიკიტას თავისი ბერულის დასაწყისში ესეთი დიდი ცნუნება შეემთხვა. ერთხელ ლოცვისას მას ბოროტი ძალა გამოეცხადა და უთხრა, რომ ანგელოზის სახით და უთხრა, რომ არ იყო საჭირო მისი ლოცვა. მას მხოლოდ წიგნები უნდა ეკითხა. ლოცვით აი ეს ანგელოზი იმოცებდა მის მაგივრად. და მართლაც მიატოვა ლოცვა და დაიწყო ძველი აღთქმის წიგნების კითხვა. ოღონდ სახარებას მოციქულთა ეპისტოლეებს არ კითხულობდა, სხვასაც არ ამნებდებდა მასზე საუბარს. წარმოიდგინეთ თქვენ. რო კითხულობდა ამ ძველი აღთქმის წიგნებს, აი რამდენი წიგნია ზეპირად დაისწავლა. და უკვე არაორდინალური ნიჭები მიეცა. წინასწარმეტყველებდა რა და ბევრი რამ, რასაც წინასწარმეტყველებდა, ხდებოდა. ეს კიდე ცალკე სალაპარაკო თემაა და ალბათ მომავალში შეიძლება შევეხოთ ამ თემას. რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც არაორდინულ ნიჭებთან გვაქვს საქმე. სულიერ. არიან ესეთი მოღვაწეები. კითხულობენ ადამიანის აზრებს, წინასწარმეტყველებენ და ასე შემდეგ. აქ არ შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება ეს აუცილებლად ღვთაებრივი ძალით იყოს განპირობებული. შეიძლება იყოს ბოროტისგან. ამიტომაც პირადად მე როდესაც აი ეგეთი მოღვაწეების შესახებ გებულობ, დიციფრილეს ვიჭი. თუნდაც დეს. იმიტომ რომ მე არ ვიცი აი ამ არაორდინალურ სულიერ ნიჭებს რა წარმომავლობაა. ეს კარგად უნდა გაითავისოს და შეიძლება სასულიერო პირებთანაც ასთა სხვადასხვაობა იყოს ამასთან დაკავშირებით.
პირდაპირ დაგითხრა. ეს საკმარისად რთული შემთხვევებია და შეიძლება დიაგნოზის დასმა არც ადვილი. ეს გადახვევა, რომელიც საუბარმა, ასე ვთქვათ, მოიტანა, მაგრამ აუცილებლად აღსანიშნავია. დავუბრუნდეთ ისევ წმინდა ნიკიტას. როდესაც ბერებმა დაინახეს, რომ მხოლოდ ძველი აღთქმის წიგნებს კითხულობდა და სახარება საერთოდ არ ეკარებოდა, არა მიხვდა, რომ ხიფში იყო და დაიწყეს მისთვის ლოცვა და აი ამ ბერების გულხურვალე ლოცვით გამოვიდა ეს კაცი ამ ხიბლის მდგომარეობიდან და შემდგომში რომ გამოვიდა ამ მდგომარეობიდან აი ყველაფერი დაავიწყდა. აი ძველი აღთქმის წიგნების ზეპირად იცოდა და წარმოიდგინეთ თქვენ, როცა ნორმალურ მდგომარეობას სულიერ დაუბრუნდა, საერთოდ დაავიწყდა ყველაფერი. აი ესეც საინტერესო დეტალია, რომ ესე იგი მოროდმა როგორ შეიძლება რომ იმოქმედდეს ისე რომ ადამიანს ესე გაუმახვილოს მეხსიერება და დაამახსოვრებინოს ის რაც წარმოიდგინეთ თქვენ ჩვეულებრივი ადამიანისთვის მიუღწეველად ჩანს. კიდე ერთ-ერთი გამოვლენა მოროდის ზემოქმედების ადამიანის არსებაზე. აი ფსიქიკური დაავადებისას ხშირად ხდება მეხსიერების დასუსტების ან ადრე გადახდენილის განცდილის, დამახინჯების ან საერთოდ დავიწყების ფაქტორი. კერძოდ რა იგულისხმება, რომ აი ზოგიერთი ფსიქიკური აშლილობის დროს არის მაგალითად ესეთი ფორმა ეპილეფსიის ფსიქიკური ეკვივალენტი ქონია ესე უწოდებენ მას. ოთის ის არ არის ადამიანს გულყრები ემართება და ასე და ასე შემდეგ. შეიძლება ცნობიერება დაებინოს. წავიდეს სხვა ქალაქში, იქ კაცი მოკლას, ჩამოვიდეს და არაფერი არ იცოდეს ამის შესახებ. შემთხვევები აღწერილი მაგალითად დედას შვილი მოუკლავს. აი ეს ძალიან უგარულია, მაგრამ ეს მისი ნაწლავები თოკებივით გაფინა და გამომიგია თქვენ. არაფერი არ ხსოვდა ამის შესახებ. აი როგორ გინდა ახლა ეს ახსნა ისე რომ ბოროტისეული ჩარევა გამოვიწყო. ეს კიდე ცალკე სალაპარაკო თემაა, ვიტყვი რომ როდესაც ეგეთ ფსიქიკურ აშლილობებთან გვაქვს საქმე, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანი ეკლესიაში დადიოდეს, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ თქვენ თუ ესეთი ფსიქიკური აშლილობა ეს ედინება ცნობიერება, ის კაცი რომელიც აღსარებელი ეზიარება, რა თქმა უნდა, უფლისმიერი მადლით აი ის მისი ცნობიერების დაგვიდა განეიტრალდება და ის მეტი გაცილებით ალბათობაა რომ წავიდეს და გადაურჩეს აი ამ თავის სახიფათო მდგომარეობას, კაცი არ მოკლას. წარმოიდგინეთ. ამიტომაც როდესაც აი ესეთი შეურაცხადები ხდებიან და ნათელ პერიოდებში ეკლესიაში დადიან, იმათ კიდე სხვა მადლი ეძლევათ და სხვა ძალა იცავს. ესეთი გართულებული შემთხვევების პირობებში. არ ვიცი რამდენად გასაგებად ჩამოვაყალიბე ეს ყველაფერი, მაგრამ მე მგონი არ უნდა იყოს ეს ძნელი აღსაქმელი. მეხსიერებაზე აი ზემოქმედებს ღვთაებრივი ძალაც. კერძოდ რა იგულისხმება? იგულისხმება ის რომ აი როდესაც აღსარებისთვის ემზადება. თითქოს ვიღაც გეხმარებაო შენი ცოდვების გახსენებაში. მაგალითად წმინდა თეობანი დაუკვირდებული დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ლოცვის შემდეგ განვლილი დღის გახსენებას. ეს წესი მე პირადად ძალიან მომწონს, თუმცა ადამიანის გონება ისე მოწყობილი და ისე ვარ ჩვენ მომართულები, რომ ხშირად ერთი სული გვაქვს ლოცვას როდის დავამთავრებთ, როდის მივაშორებთ ტელევიზორს, კომპიუტერს, ოფისის საქმიანობას. არა და ძალიან კარგია ლოცვის შემდეგ თუ დადგები და გაანალიზებ განვლილ დღეს.
ზოგჯერ აი მოტივის გარეშეც ხდება ეს. აი დადგები და გახსენდება თქვა რა შეცდომები დაუშვი, რა სულიერ გამარჯვებებს მიაღწია და ასე შემდეგ. აი აქ იგრძნობა რომ რაღაც თაებრივი ძალა გიმახვილებს შენ მეხსიერებას და გახსენებს იმას, რაც ესე ვიტყოდი წარსულში იყო. აი იესოს ლოცვას როცა იწყებ. აქაც, შეიძლება მეხსიერებას არ შეეხება, მაგრამ მთელი შემთხვევაში რა შეიმჩნევა, იცი რომ ადამიანის გონებაში უკვე შემოდის ის თემები, რომელიც შენი სულისთვის არის მნიშვნელოვანი. და ამავე თემებიდან გონება სხვა მიმართულებით გადაირთვება. ესე ვიტყოდი. კიდევ ერთი, აი რაც შეიძლება ითქვას, რომ როდესაც მაგალითად უცბად მოკლე დროში საჭიროა სწორი გადაწყვეტილების მიღება, ან კიდევ გეშინი არ გაგავიდეს რაღაც, თქვა დროზე უნდა წახვიდეს საქმე და სამსახურში გაიღვიძო დილით და გეშინი არ გამოგეპაროს. წმინდა მამები გვირჩევენ ფარველ ანგელოს მიმართოთ ჩვენისთვის, რათა საჭირო მომენტში შეგვეშვებოს დახმარების ხელი გამოგვიწოდოს, გაგვახსენოს ის რაც არ უნდა დაგვავიწყდეს. იცით რა არის, აი საინტერესო დეტალია, მე პირადად აი ჩემ თავთან მიმართებით შემინიშნავს, რომ ზოგჯერ უფლისმიერი დაჟა შეიძლება ამ კუთხითაც გამოიხატოს. თუ მე ცოდვებში ჩავიძირებ, ნებებს მივეცი გახალების საშუალება, ზოგჯერ მავიწყდება ის, რაც არ უნდა დავიწყებოდი, წარმოიდგინეთ. და შეგრძნება რომ უფალმა აი ამ თვალსაზრისით დამსაჯა. და როდესაც სულიერ ფორმაში ვარ, არა, მახსენდება ის, რაც დასავიწყებელი არ არის. აი ესეც სულიერი ცხოვრების საინტერესო დეტალია. აი აქაც ჩანს, როგორ იმართება ჩვენი ფსიქიკა, ჩვენი ფსიქიკური პროცესები არამიწიერი ძალებით. ესე ვიტყოდი. ბევრი ნიუანსია მეხსიერებასთან დაკავშირებით სულიერი კუთხით, მაგრამ მე ისევ მინდა დაუბრუნდე უკვე რას? აი სასულიერო ლიტერატურის გაცნობის კულტურას. კერძოდ რა იგულისხმება? ის რომ სასულიერო ლიტერატურაზე უფრო რთული და აღმაზროვანი არაფერი არ არის. ადრე აღნიშნე ლექციების დროს წინა რომ არც თუ იშვიათად ფიქსირდება ესეთი რამ, როცა ადამიანი იწყებს სასულიერო ლიტერატურის კითხვას, მერე სხვა სახის ლიტერატურა ნაკლებად აინტერესებს, არ აინტერესებს. იქნება მხატვრული სამეცნიერო და ასე შემდეგ. და იმდენად აღმაზროვანია სასულიერო ლიტერატურა, ზოგჯერ ერთგვარ წაიკითხავ, ორგვარ წაიკითხავ და უკვე ხვდები რომ თავი უნდა დაანებო. აქ რა მომენტი შემოდის, იცით რომ აი გონება საკმარისად მალე იღლება და ეს ინტელექტუალური ფაქტორი, რაც მე უკვე გამოვყავი, არა, კნინდება. ვეღარიაზე, იმდენად, ეხლა რა წარმოიდგინე, შენ სახარების ერთი გვერდი, ორი გვერდი, სამი გვერდი, ხო? როგორი აღმაზროვანია. და წარმოიდგინე ნახევრად უნიჭო მეცნიერის დაწერილი რეფერატი, თქვა, იქ 50 გვერდი შეიძლება წაიკითხო, დიდი არაფერი არ შეხვდეს საყურადღებო. აქ ხშირად კიდევ მეორე ცოტა წაიკითხავ და შეგრძნება იმის, რომ უნდა თავი დაანებო. თუ მაგალითად ამ შეგრძნებას ყურადღება არ მიაქციე და უფრო მეტი წაკითხვა მოიგონე, არა, მერე წაკითხული რაღაცნაირად უფასურდება. რაც წაიკითხე, ის ნაკლებად გამახსოვდება, ნაკლებად იაზრებ და აი თავში რაღაცნაირად დომხალია. ყოველ შემთხვევაში აი ეს გადაღლა, სუსრაფობა ზეგავლენას ახდენს ჩვენ დამახსოვრების პროცესს. მე ესე ვიტყოდი. ამიტომაც აი სასულიერო ლიტერატურის კულტურა, გაცნობის კულტურა ამას გულისხმობს. თუმცა სასულიერო ლიტერატურაც არის სხვადასხვანაირი. აი რო არის კიდევ მეორე სახარება სხვა წმინდა მამათა ზოგჯერ
ნაშრომები და სხვა, მაგალითად, როდესაც თუნდაც წმინდანების ცხოვრებას კითხულობ. წმინდანების ცხოვრებას უფრო მეტ წაიკითხავ, მეტ გვერდს, თუ შეიძლება ასე იქნას. და ის, რაც უკვე დოგმატებს შეეხება, სადაც მართლმადიდებლური სიზნეებია გამოცემული არა, ჩვენი სულიერი ცხოვრების არა, იქ ბევრს ვერ წაიკითხავ. ასე რომ გააჩნია რა სახის ლიტერატურას მე ესე ვიტყოდი ითხოვდა. თუმცა არის ისეთი მომენტიც, რა მაგალითად წმინდანების ცხოვრებას კითხულობ. იმდენად საინტერესოა, იმდენად ასე ვთქვათ, სიამოვნებას განიჭებ, რომ მიყვეთ იმისა, რომ გზნობ, რომ დაიღალა არ გეთმობა და მაინც მიდიხარ გავსებისკენ, რა მე ესე ვიტყოდი, ინტელექტუალური. ღამეა, თუნდაც ღამე კითხულობ, გეძინება უკვე ხვდები, რომ ჯობია მეორე დღისთვის გადადო წიგნის გაცნობა, მაგრამ მაინც არ ეშვები და რაღაცნაირად როგორ გითხრათ, აი ის რო არ ეშვები და ეს სურვილი რო წინ მოდის, უკვე აქმაზე, დამახსოვრებაზე ზემოქმედებს. ალბათ თითოეულ ჩვენთან რაღაცნაირად განუცდია ეს მომენტიც. საინტერესოა რა ვიცით, რომ ეს ადვილი არ არის კიდევ მეორე ჩვენ სუსრაფები ვართ და მინდა მეტი წავიკითხოთ, მეტი ინფორმაცია მივიღოთ, მეტი ცოდნა შევიძინოთ და აი ამ ნიუანსებს რაც გითხარით, გადაღლის ზომიერების ნაკლებად ვაქცევთ მთელი შემთხვევაში ყურადღებას, მაგრამ აი წარმოიდგინეთ ის, რომ დღეში წელიწადში არის 365 დღე. ყოველ დღე რომ თუნდაც ერთი ქრისტიანული სიბრძნე გაიაზრო, გაითავისო, აი ერთი გვერდი წაიკითხო, მაგრამ ის გვერდს კარგად, ასე ვთქვათ, მიაქციო ყურადღება. აი 365 დღე არის. 365 სიბრძნით ამდიდრდება შენი ცნობიერება. თუ შეიძლება ასე ვთქვას. მაგრამ კიდევ მეორე, მთელი შემთხვევაში აი ჩვენი კულტურა, ცოდნის მიღების, სასულიერო ლიტერატურის გაცნობის არა, საკმარისად დაბალ დონეზე დგას. ეხლა უნდა ითქვას ის, რომ წინაზე წავნიშნე მე, რომ მთელი შემთხვევაში აი ამპარტანული მომენტი იჩენს თავს. კერძოდ, ჩვენ ვიმახსოვრებთ, ჩვენ ცოდნას ვიძენთ, არა იმიტომ, რომ გამოგვადგეს, არამედ მე ხელყელაობა დავიწყებ და მოვიყვანოთ ეხლა ციტატები წმინდა მამების გამონათქვამებიდან და ასე და ასე შემდეგ. მე რაღაცნაირად ტრაბახობთ და გვინდა რომ ჩვენი თავი წინ წამოვწიოთ. აი ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ახალგაზრდებს ემართებათ ხოლმე, რომ რაღაც ცოდნას რო შეიძენენ, მე უნდათ რომ ამის დემონსტრირება, ასე ვთქვათ, მოახდინო. თუმცა მარტო ახალგაზრდებთან არ ხდება ეს, ხდება დასკულ ადამიანებთან, თუ შეიძლება ასე ითქვას. ეხლა უნდა ითქვას ის, რომ ზოგჯერ შეიძლება აი რამდენიმე სასულიერო წიგნიც იკითხოს ადამიანმა. დაიგულისხმება, რომ როცა ერთ წიგნს მიაჩნდები, თუნდაც საინტერესო იყოს და ძალიან სულიერი, შეიძლება რაღაც მოყუჭების განცდა შემოვიდეს. ხანდახან დასვენებაა საჭირო, აი მეორე წიგნზე რო გადაერთვები, არა? უფრო ხალისდება გუნება. იმ პირველ წიგნს მე რამდენიმე დღის შემდეგ უფრო ინტერესით უბრუნდები და ასე შემდეგ. ასე რომ აი ესეც საინტერესო ნიუანსია. და მე ესე ვიტყოდი, რომ ზოგჯერ კი არა ძალიან ხშირად უნდა განსაზღვრო ჩვენ დროის მოცემულ მომენტში აი რა წიგნს უნდა მივიახლოთ. აი პირადად ჩემ ცხოვრებაში რამდენჯერ ყოფილა, იცი რა? შეიძლება ის წიგნი ბევრჯერ მაქვს წაკითხული. მაგრამ აი შინაგანი განწყობა რა არის, რომ მინდა რომ ის წიგნი ავიღო ხელში. ის ადგილი გადავშალო და რომ შლია რა, აი ზუსტად იმ მომენტისთვის, რაც აქტუალურია, ჩემთვის საჭიროა რა, აი იმას ვკითხულობ. როგორი შეიძლება იცი რომ ხოლმე მიმითითა, რომ მოდი რა ეხლა შენ აი აქ დროს ეს გჭირდება. თუნდაც კიდევ მეორე, აი ის უკვე მე წაკითხული მქონდეს და ასე ვთქვათ, ნაცნობი იყოს ტექსტის ის მონაკვეთი.
ასე რომ აი ამ იმპულსების დაჭერასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. წავიკითხოთ ის, რაც ჩვენ შინაგან განწყობას შეესაბამება. არა, ჩვენი ცხოვრება როგორაა, შიდა ჩვენი სქემის დამეხებით მოყვებით. ეხლა ეს ციგნი უნდა წავიკითხო, დროის ამომანაგოჩი უნდა წავიკითხო და ასე შემდეგ. სწრაფად გინდა გაეცნო და ეს ძალიან აკნინებს კიდევ მეორე ცოდნის მიღების ასე ვთქვათ პროცესს. ესეც ნამდვილად გამოსაყოფია. ანუ ცოდნის მიღება სასულიერო ეტაპის გაცნობა ეს გარკვეული კუთხით არის ხელოვნება. აი ხელოვნების ნიუანსი ძალიან ბევრ სფეროსთან დაკავშირებით ხდება სულიერ ცხოვრებაში. მე ესე ვიტყოდი. და ეს არის წინ წამოსაწევი. რომ შევადაროთ მაგალითად აი სასულიერო ლიტერატურის გაცნობა, ცოდნის მიღების სფერო. აი მონასტერში როგორ ხდება ეს და საერო ცხოვრებაში ხშირად დიდი განსხვავებაა. რა იგულისხმება? აი მონასტერში, ყველაზე არ ვიტყვი რა თქმა უნდა, მაგრამ ხშირად კითხულობენ არა იმიტომ რომ ყელყელაობა დაიწყოთ მე ცოდნით, არამედ იმიტომ რომ აინტერესებთ, იმიტომ რომ სულიერად გაიზარდონ. მერე მონასტერი ეს არის ლოცვა და შრომა. წარმოიდგინეთ თქვენ, როდესაც კითხულობ, მაგრამ იმას გონებრივ მუშაობას პლუს უნაცვლებ ფიზიკურ მუშაობას, ესეც გეხმარება იმაში, რომ უკეთ გაიაზრო, დაიმახსოვრო და ასე შემდეგ. უფლისმიერი მადლიც უკვე სხვანაირად ზემოქმედებს შენ დამახსოვრების პროცესს. ეხლა სულ სხვა სფეროა, მაგრამ წარმოიდგინეთ თქვენ ეს მადლი ბევრ რამეზე ზემოქმედებს. კერძოდ, აი რამდენისგან გამიგონია, რომ აი მონასტერში რომ ტრაპეზობენ და საკვებს იღებენ, არა? ის საკვები სხვანაირად გემრიელად იჭმება. აი ეს მადლი ყველაფერზე ზემოქმედებს, მათ შორის ზემოქმედებს საკვების მიღებაზეც კი და გონებას უხსნის ადამიანს და დამახსოვრების პროცესზეც ძალიან კეთილსყოფელ გავლენას მე ესე ვიტყოდი ახდენს. აი ეს მინდოდა რაღაცნაირად მეთქვა. კიდე ბევრი ნიუანსია, ხა როდესაც ლექციას კითხულობ, სულ შეიძლება გაქრო ბევრი ნიუანსია, რომლის შესახებაც სათანადოდ ვერ ისაუბრე. შეიძლება დაგავიწყდა კიდევაც და ასე შემდეგ. დაგვიწყებაც კიდე მეხსიერების ერთ-ერთი თანხმლებია. წარმოიდგინეთ თქვენ ყველაფერი რომ ჩვენ გვახსოვდეს, არა, როგორ გადაიძაბებოდა ჩვენი გონება. ძალიან. ამიტომაც ბევრი რამ გავიწყდება, მაგრამ აი ამ დავიწყების მომენტშიაც რაც გითხარით, ახლა შეიძლება ჩართული იყოს ღვთაებრივი და ოროდისეული ძალები. ქრისტიანული ფსიქოლოგია გულისხმობს აი ნიუანსების გამოყოფას ზოგად ფსიქოლოგიური, რომელზეც ზემოქმედებს უკვე რელიგიური ფაქტორი. ბევრი ხარი აქვს ჩვენ სულიერ ცხოვრებას და აი ერთ-ერთის შესახებ დღეს ვისაუბრებ. დიდი მადლობა რომ მომისმინეთ და თუ გაქვთ კითხვები What? Situația, ახსენდება თქო ისეთი ჩვენი მოქმედება, რომელიც ვიცით რომ არის სწორი, არის მოსაწყენი და ეს გვახდებს სინამდვილეში. ეს რა მდგომარეობა არის და როგორ უნდა მოვიცეთ პრობლემებში ასეთ შემთხვევაში. Citra არის ახლა როცა იმ სიტუაციას იხსენებ სადაც არასწორად მოიქეცი უშეცდომური არის წარმოიდგინეთ ყველა უშვებ შეცდომებს ერთ-ერთი რაღაც უნდა გააკეთო ის არის რომ უნდა აღსარებაში მოინარჩუნო
იმიტომ რომ სანამ ახსარებაში არ მოინანიებ, აი ახსარებას ეს საოცარი თვისება, რომლის შესახებაც ბევრი არ საუბრობს. აი ემოციონალური უარყოფითი სიმწოვრე ხშირად ახსარებაში რო ინანიებ, ეს ნებუნებს. რა თქმა უნდა ის გახსოვს, მაგრამ რო გახსენდება, ისე მძაფრად უკვე აღარ გახსენდება. ეგეთ რა შეესაბამება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ხშირად დაკონკრეტებაა საჭირო. არა ზოგადად რომ ახლა აი ფრაზა თქვა რომ არასწორად მოვიქეცი მეგობართან არა. ეშმაკი დეტალებში იმალება. არის ეგეთი გამონათქვამი. დაკონკრეტებაა საჭირო. შენი არასწორი ქმედება რაში გამოიხატება. ვისთან როგორ შეცდ. ეხლა მოთხრობა არ უნდა დაწერო, მაგრამ ლაკონურად სწორად ჩამოაყალიბო. ბდელთან. იმიტომ რაც გითხარით, ახსარების ჩაბარებაც არის კიდე ხელოვნება, არ არის, რომ მარტო ზოგადი ფრაზები შემოიფარეთ. ასე რომ ერთი რაც უნდა გააკეთო არის ეს. მაგრამ არასწორ საქციელს, ცოდვას, სხვა ხარეებიცა, კერძოდ, მე რას ვიძახი რომ ეს ძალა ღვთისაწინააღმდეგო ძალა ძალიან დახვეწილი ფსიქოლოგიური მიდგომებით გამოირჩევა. კერძოდ, ბევრჯერ აღნიშნავ მე რომ შეიძლება სინდისის ქეჯინა გარდაიქცეს ასევე დემონური ძალის იარაღად. კერძოდ, როდესაც შენ სულ ამაზე ფიქრობ, შენ თავს ვერ პატიო და ასე შემდეგ. ეს უკვე არის ბოროტისეული სევდა. ამიტომაც მე პირადად ბრევს და მომცლებს ვეუბნები, უპას არ უყვარს წარსულში ჩარჩენ. შეცდომა დაუშვი, გაიაზრე, მოინანიე, მაგრამ ზედმეტად ამაზე შეჩერება საჭირო არ არის. უშეცდომო ჩვენ არავინ არ აქვს. ესე ვიტყვი. მაგას როგორ მოვიგრძელოთ, მამაო? აი ეს რო გახსენებს რაღაცა ჩადენილი გაქვს, ახსარებაშიც თქვი, მოინანიე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ მაინც აი სინდისის ქეჯნა რა თქვით, მაინც რაღაცნაირად გაწუხებთ. აი ნუ ახსარებაში ვამბობ, უხალი პატიობს ხო, რომ დამიარება. მაგრამ აი თქო შენ ვერ პატიობ შენ თავს რაღაცნაირად და სულ გაწუხებთ და გტრიალებს, ასაგებია ზოგჯერ შენ თვითონ ვერ პატიობ რაღაცნაირად. ანუ გონებიდან გონებიდან მესმის უტრიალებს. აი ხა ხშირად გამოსავალი არის ხოლმე მარტივი. აი რას ვთქვი, ზოგჯერ ახსარებაში ამბობ, შეიძლება ისე არ ამბობ ახსარებაში, როგორც საჭიროა. აი რას ვთქვი, არა კონკრეტულად. აი ახსარების ჩაბარება არის ხელოვნება. თუ ზოგადად ამბობ, თუ იმ ფიქრებს, ემოციებს, იმ ნიუანსებს არ აღნიშნავ, შეიძლება ახსარება არ წაგაგდეს და ეგრეთ რა შეესაბამება. ამიტომაც ახსარების ჩაბარებაც არის ხელოვნება. იმის გარდა ახსარებაში რო იტყვი, არის კიდე სხვა მომენტები, კერძოდ რა, ყველა თემა, რომელიც ჩემთვის ხდება დამძაბავი, იმ თემაზე ზედმეტი ფიქრი საჭირო არ არის. და უბრალოდ ზოგჯერ გამოსავალი არის მარტივი, კერძოდ რა იგულისხმება, რომ გონება უნდა სხვა მიმართულებით გადადგა. შენ გასაკეთებაც არავინ არ გააკეთებს და ეგეთ რა შეესაბამება. უნდა მოიგონო, რომ აი რომ შემოდის ამ შესახებ ფიქრები, გონება სხვა მიმართულებით გადაერჩოს. ანუ ბოროტისგანაა ეს. რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში ის რაც დამთქმელია, ის რაც დამძაბავია, რაც ცხოვრებას გიმწარებს, კი, თუნდაც აი რაც გითხარით, თითქოს სინდისის ქეჯნაა, მაგრამ ბოროტის იარაღია, და ეგეთ რა შეესაბამება. არაჯერს არის სინდისის ქეჯნა. ანუ მაგდროს მეფიქრე ყოველ შემთხვევაში შეეცადე რომ ის რო გაგახსენდა შენ, ამიტომაც გითხარით, აი შეიძლება ვეუბნები მე რომ წარსულში შეცდომა რაც იყო ის გაიაზრე, მოინანიე და რომ გახსენდება, უკვე აღარ არის საჭირო იმას ზედმეტი ფიქრი, იმიტომ რომ კიდევ მეორე, მეც არ უყვარს აი ეს ჩემთან როგორ გამოიკვეთა, იცით, არის ცხოვრებისეული დასკვნები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სასულიერო პირისთვის. რატო? იმიტომ რომ ცხოვრება გიკვეთავს ამას. აი ეს ფრაზაც, აი უფალს არ უყვარს წარსულში ჩარჩენა, არა? ცხოვრებამ გამოგიკვეთა ეს, გაიგეთ რა შეასრულა. კიდევ მეორე, უშეცდომო უწოდველი არავინ არ არის.
დაუშვი შეცდომა, მოდი მოინანიე, გაიაზრე და ნუღა მიუბრუნდები ზედმეტად. უფალი აწყოს და მიხედვით გამშის და არა იმის და მიხედვით წარსულში რაც იყო. აწყო არის ჩვენთვის თავი. და კიდევ ერთ-ერთი რაც არის, აი როდესაც გეძალება და გეძალება ეს ყველაფერი არის რა, ლოცვა, იესოს ლოცვა. შეიძლება აი ყურთან არის ეს ბოროტი გაჩერებული, ამას გახსენებს, გაიგეთ რა შეეცა. ამიტომაც ლოცვას რო იწყებ არა, უკვე ეს მადლი თავის შემთხვევაში განახალებს აი ამ ყოველს, გაიგეთ რა შეეცა. ერთ-ერთი საშუალება ესეც არის. შეიძლება ადვილი არ იყოს, ერთი არის რომ ვსაუბრობ, მაგრამ მეორეა კიდევ მეორე, ხშირად ჩვენი მარტივ ხერხებს, რომელიც გვაქვს, არ ვიყენებთ. სწორ აღსარებას, გონების სხვა მართულებით გადართვას. თუნდაც ვავიღოთ ჩვენ, აი რამდენჯერ მირჩევია, იცი რომ როდესაც აი ეს შავნელი აზრები გააწუხებს ემოციები, ხშირად რა ხდება, როდესაც ადამიანი არაფრით არის დაკავებული, გონებრივი ენერგია სხვა მართულებით მიდის. აბა წარმოვიდგინე, შენ აიღე წიგნი და წაიკითხე, თუნდაც 10-15 წუთი, ხო? ის ენერგია, რომელიც უნდა დახარჯულიყო უარყოფითი აი ამ შავნელ ფიქრებზე და მოგონებებზე, არა უკვე წავიდა სხვა მართულებით. ის თემა გახდა უფრო აქტუალური. ის ენერგია დაიხარჯა. ამ გამაწვალებელ განცდებს უკვე ნაკლებად მოხმარდა ეს ყველაფერი. გაიგეთ რა შეესაბამება. ასე რომ სულიერი ცხოვრება ძალიან როგორ გითხრათ, ბევრი ნიუანსის მომცველია და სამწუხაროდ სასულიერო პირები ჩვენ აი ამ ცხოვრებას ნაკლებად ვასწავლეთ. ზოგადად პათეტიკურია ჩვენი დარიგებები, გაიგე, მაგრამ ეს რაც ყოფითად ძალიან მნიშვნელოვანია, რა, ამას ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას და ნაკლებად ვცდილობთ, რომ გაიწაფონ აი ამ მიმართულებით. არ ვიცი, რამდენი გასაგები იყო ჩემი პასუხი, მაგრამ აი ესე ვთქვი. ჩვენ შეიძლება ადამიანურ განცდებს უფალსაც მივაწევთ ხარობად. ატეების შემთხვევაში შემდგომას ჩვენ ადამიანი უშეუძლებთ იმ ნდობას ისე ვაღებთ ადამიანს იმან ამავე სიკვდილის ზვერახში მე ვივიწყე რომ ჩვენ ცოდვებს ჩემს გამო და უფალი შეიძლება ისე ვთქვათ რომ ჩვენი როცა შემდგომს ჩვენი ცოდვების დავიწყებ უფლის მეხსიერებაში ჩვენი ცოდვა გაჩერდა და იმით ჩვენი შემდგომს გავუშვი როგორ კიდე ერთხელ რომ გავიმეოროთ რომ უფლისგან შემდგომის მიღებისა ჩვენ მოვიყვანთ რომ იმის მეხსიერებაში უყურებთ თავის მეხსიერებიდან ჩვენი ცოდვიან იმქმედებას შეს ჩვენ დავიწყებს ამის იმაში სამუშაოში სხვა რომ განიახლოს იმ განახლებულ მდგომარეობები დაიმახსოვრე და ის ცოდვიანი მდგომარეობები არ გარჩის უფლის იმაში მეხსიერებაში უფლის მეხსიერებაში ეგ საინტერესო ეხა დეტალია აი როდესაც ადამიანი გარდაიცვლება აი ესეთი რელიგიური ცნობილი კანონზომიერებაა რომ იქ მაგალითად არ ახსენებენ იმ ცოდვებს რომელიც ახსარებაში აქვს მონანიებული აი საზღვარებში როდესაც არის ადამიანის სული ბოროტი სახურები ძალიან ბევრ ცოდვას შეცდომას არ მოუდგენენ მაგრამ არ ხდება იმ ცოდვების ახსენება რომელიც ახსარებაში აქვს მონანიებული და სხვათა შორის ეს ძალიან ძაფრი განცდების აღზრდილი შეიძლება იყოს რა რომ აი წარმოიდგინე რომ გარდაიცვალე და ადრე თუ გვიან ყოველას გვიდგება ხო ეს ეტაპი აი რამდენი რამ არის ჩვენთან დაფარული რომელიც ვიცით მარტო ჩვენ გულიც და არ იცი სხვა და გამომზიურდება ეს ყველას წინაშე აი როგორი შემარცხვენელი შეიძლება იყოს ადამიანისთვის არა და მაშინ როდესაც შენ ახსარებაში ამბობ აი ეს ყველაფერი განხარდება უფალს რა თქმა უნდა ყველაფერი ახსოვს მაგრამ ივიწყება თუ შეიძლება ასე ითქვას ეს ძალიან საინტერესო დეტალია და მნიშვნელოვანი
და აი ამ მომენტს ბევრი ქრისტიანი სათანადოდ არ იაზრებს. ორ შემთხვევაში აი დახსოვებაზეც აი დღევანდელი ლექცია რაც იყო რა. კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს აღსარების სპეციფიკას, რომ რასაც ინანიებ, ის გახსოვს, მაგრამ ხშირად როცა სწორად ინანიებ, სიმწვავე აკლდება მაინც ემოციონალური. გახსენდება, მაგრამ ისე მტკივნელად უკვე აღარ გახსენდება. ეს არის საინტერესო რა წარმოიდგინეთ. ხო და ამ შემთხვევაშიაც უფალი მოკლედ ჩვენ და სასიკეთოდ დაივიწყებს იმ ცოდვებს, იმ შეცდომებს, რომელიც ჩვენთან იყო. და რა თქმა უნდა ეს შემავსუბუქებელი იქნება ჩვენი სულიერი მდგომარეობის და იმ ქვეყნიური ხვედრის. ესაც საინტერესო ნიუანსია ჩვენი ყოფის ეკლესიის სიახლოვე. კი, რა თქმა უნდა, ამდენს. ინტუიცია ეს არის უფრო მეტად ცნობიერ მიხსიერებაზე დაყრდნობილი გრძნობა თუ რაღაც უფრო შავბუნებთან უნდა ვიბრძოლოთ ამას და თქვათ. იცით რა არის აი რომ თქვი მე რომ არაორდინალური როდესაც რაღაც ნიჭები მოიცემა ადამიანთან სულ საფრთხილო ესე ვთქვი რამდენი მოსულა ჩემთან და აი ჩემი სიზმრის მეშინია ინტუიციის მეშინია იმიტომ რომ ბევრი რამ ხდება ზოგისთვის ეს შემაშფოთებელია პირდაპირ უნდა ითქვას ამიტომაც მე ურჩევ რომ მაგალითად 90-ათებს სამონი წაიკითხოს იმ მომენტში წინათ გრძნობა როცა აქვს ესეც შეიძლება ყოველთვის რაღაც იქნას გამოყენებული მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ხაზის გადასმა რომ ზოგჯერ ადამიანს აქვს წინათ გრძნობის უნარი ნიჭი ეხლა პირადად ერთ-ერთ გადაცემაში მივიღე მონაწილეობა და ვთქვი რომ როცა ადამიანი უკვე გასვლას აპირებს, ნუ შეიძლება თვითონაც არის, შეიძლება ტრაგიკულად დაიღუპოს, ხო, ახალგაზრდა შეიძლება რაღაცა ამ პრობლემ მოწყდეს და ასე შემდეგ. მე გონია რომ ადამიანი მაინც გრძნობს, წინათ გრძნობა აქვს ამასთან დაკავშირებით. გაიგეთ? ასე რომ ეხლა წინათ გრძნობას როგორ ალბათ ყველას აქვს, ყველას. უბრალოდ ბოლომდე ვერ აცნობიერებს და ასე შემდეგ. რამდენისგან გამიგონი ახურვლებისგან რომ ეს თქვა და ასე შემდეგ. აიგეთ რაღაც ყველაზე თვითონ ადამიანი რომელიც უნდა უკვე გავიდეს ამ ქვეყნიდან ფიქრობ რომ მას აუცილებლად აქვს წინათგრძნობა რომელსაც კიდევ თვითონ ვერ აცნობიერებს ვერ ხდება მაგრამ ნუ ფაქტიურად ყველაზე დიდი აქტისტის ემზადება გასასვლელი. გაიგეთ რა შეასახე. ასე რომ გადამლაშება აქ შეიძლება აქ ზოგჯერ არის მაგალითად მოდიან და ამბობენ რომ ეკლესია სიზმრებს არ ენდობა. ეკლესია არ ენდობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ხაზს უსვამს. ზოგიერთი სიზმარი ისეთია, რომელიც არის წინასწარმეტყველური. მიცვალებული გეცხადება თავის ნებას გაუწყობს რა უჭირს გაიგე აქ ნო არის კატეგორია სიზმრებს რომ ძალიან მნიშვნელოვანია და მე ესე ვიტყოდი დიდი აზრის მატარებელია, მაგრამ მილიარდობით სიზმარია, რომელიც უაზროა და იმას არც უნდა მეერთე. რამდენი კოშმარი ყოფილა მაგალითად ეშინია რომ არ ახდეს ადამიანი იტანჯება და იგი რა შეასახმე. ასე რომ ყველაფერი რაც ხდება რა გადამლაშება არ შეიძლება და ხაზის გადასმა. იქ შეიძლება ბოროტისეული იყოს ეს წინათგრძნობა, ეს ინტუიტური წიაღსვლები და შეიძლება ღვთაერთები, გაიგეთ რა შეასახმე. მაგრამ ალბათ უნდა ვიგულისხმოთ ის რომ როცა ადამიანი სწორზას ადგას სწორად ცხოვრობს ეკლესიურად ნუ ბოროტი უფრო ნაკლებად ხიმანდრობს იმ შემთხვევაში და თუნდაც ინტუიტური წიაღსვლები სულიერად როგორ ვთქვათ გამართული ადამიანის უფრო მოსალოდნელია რომ ეს არის ღვთაერთები დახმარების გამომდინება და არა ბოროტისეული ბრძოლის მაგრამ
რაც გითხარით, თორემ არაორდინალური შემთხვევებია იქ კონკრეტული თითეული შემთხვევა უნდა გაანალიზდეს, იმიტომ რომ მე ჩემთან რომ მოდიან მეუბნებიან ინტუიციის ხილვის შესახებ წინასწარმეტყველობის მომენტები წინ იწევს, მე ხშირად ადამიანს უყურებ, ვისთან ამასახე აიგე. თუ დიაგნოზი ჩემი არ არის მაინდამაც არაჯანსაღია, სულიერი კუთხით იქ იმის ხილვასაც ნაკლებად ვენდობ, იმის ინტუიციასაც და ასე და ასე შემდეგ. მაგრამ ნუ ყველა ცალკეული შემთხვევა უნდა გაანალიზდეს. აი ხარ